გამარჯობა მეგობრებო, ერთი ადამიანის აქციელის გამო თელი კახეთის ფერმერების, თელი საქართველოს ფერმერები ძარალში რატო უნდა წავიდეთ? ბოლო დროს ყველა მიცის, რომ კრას ყავდა ერთი ადამიანი თავისი ყვითელი ატამი წითლად. ეს შეიძლება იმ ადამიანმა სპეციალურად ხნა, იმიტომ ბევრი რამე არსებობს, რომ შეიძლება არ იყიდო, ცოტა ხანი ფასი დავარდება, მერე აწიო ფასი, ეს ცოტა სხვანაირი თემა, ეს ერთი რამეა, მეორე შეიძლება ქუმრობით ვიდეოები, დღეს სოციალური ქსელებში პოპულარული გახდება ყველას უნდა, იმიტომ შეიძლება გააკეთო, მაგრამ თქვენ ცადე, რომ მე ვიდეო მაქვს, როგორ უნდა გარეცხო ხილიან ბოსტნეული, რომ იქ პარაზიტები და სხვადასხვა ბაქტერიები არ შევიდე. ეს ერთი რამეა. მაგით არ უნდა დაზარალდე ფერმერები, რომელიც თელი წელი ელოდება ატამის მოსავალი 2 კაპიკი დახვდება და ხალხი არაჯამს მაგის გამო, რომ ვაიმე გაკრასკული ატმები იყიდება. ესე არ არის მეგობრებო, გარეცხე კარგად ნახე, კრასკა არ მიდის, ესე იგი ბუნებრივია. ეხლა გადამოვიდეთ, ატამი კარგია ჯანმრთელობისთვის, რატო კარგია, ვინ არ უნდა ჭამო, რატო არ უნდა ჭამო, დიაბეტმა უნდა ჭამო, თუ არ უნდა ჭამო, თუ უნდა ჭამო, რამდენი რაოდენობა შეიძლება ჭამო. მაგიტო ბოლომდე უყურე ვიდეო. C ვიტამინი შედის, A ვიტამინი შედის და ყველაზე მეტი რა შედის ბოჭკო. მაგის ჭამის მერე ხო იბერება მუცელი, გავიბერეთ. ეს არის ზედმეტი წყალი არსებობს, პლუს ბოჭკო, რომელიც ნაწლავში გაიბერება. მაგრამ ეს შეբირელობა არის ცოტა ხანი. კუჭის მოქმედებაც კარგად არის. A ვიტამინის რაოდენობა კარგად შედის და C ვიტამინი ბუნებრივი ანტიოქსიდენტი შედის, რომელიც ბავშვებს და დიდებსაც ჭირდება. და როგორც ყველა ხილი, როგორც ვაშლი, ისევ ისე ატამი ყოველთვის უნდა ჭამო კანიანად. მინახია კანი ცლიან, შიგნით ჭამს მარტო შაქარი. კანში შედის ბოჭკო, რომელიც დეტოქსიფიკაციას აკეთებს კუჭ-ნაწლავის. თუ გინდა კუჭ-ნაწლავი სუფთა იყო, ნებისმიერი ხილი უნდა ჭამო თავისი კანიანად. თუ კანი იცლება, შიგნით დარჩება სწრაფი ნაკშირის წყლები და ეს იგივე შაქრისნაირი ეფექტი მოგცემ მერე. ატმის გლიცემიური ინდექსი 40-დან 60-მდეა მეგობრებო. 60-მდე მოდრეტ ითვლება, არც დაბალია, არც მაგალია, მაგრამ კანი თუ იცლება, გახდება კიდე უფრო მაგალი. მოდრეტ არის მაგისი მოდრეტ ჭამა, ანუ საშუალო ჯომით უნდა ჭამო, ზომიერად უნდა ჭამო. ყოველთვის რამდენი ერთი საშუალო ატამი დღეში ერთი ცალი, თუ ხარ ინსულინის რეზისტენტი, ჭარბიწონა, დიაბეტი, პრიდიაბეტი, ეგეთი პრობლემა თუ გააქვს, მაშინ ატამი დღეში კანიანად არის შესაძლებელი, რომ ჭამო, არაფერი არ დაგიშავე. ეხლა მავნე როდის გახდება ეს ატამი? მაგისი ატმის მურაბები თუ ჭამს, რომელში შედის ქვეყანა შაქარი, თქვენი გაკეთებულია, თქვენ იცი რამდენი კილო შაქარი ცადეთ? 2. არ შეიძლება მაგისი წვენები ჭამე მარტო ატამი, არა მაგისი მურაბა, არა მაგისი კამფეტები, არა მაგისი წვენი. ჯოგი ადამიანს აჩუქებს irritable bowel syndrome, ანუ გაზიანებული ნებისმიერი რაღაცა ჭამს და მიდის სწრაფად ტუალეტში. ეგეთი ადამიანსაც ატამი, ვაშლი, კურძენი, ეგეთი ხილი, რომელში შედის გლუკოზა, ფრუქტოზა რაოდენობა არ უხდება, იმიტომ მოერიდე. თუ გაჩუქებს ეგეთი პრობლემა, ჭამე, ვაიმე, ტუალეტში. თუ მოგიხდება, მაშინ შეიძლება ერთი ცალი ჭამო დღეში. კიდე გადმოვიდე მეგობრებო იმ კრასკის ატამზე. დღეს ნებისმიერი ხილი ბოსტნეული წამლის გარეში მოყვანა თუ ბიზნესი უნდა ვინმეს, ვინ ბიზნესში არიან ჩართულები, ჩათვალე რომ იქ წამალი არსებობს, ცოტა თუ მეტი. ჩვენ რო სვამს ღვინო, საუკეთესო ღვინო ხო არის, ყველა მიცის რამდენჯერ იწამლება ვენახის თვითონ, მაგრამ ღვინო მაინც ფერმენტირებულია და ბოლოსკენ ბოლო პროდუქტი გამოდის, იმიტომ ცოტა რაოდენობით არის შესაძლებელი რომ ადამიანმა დალიო, მაგრამ ეს წამალი მარტო ხილს კი არ აპუჩებ მეგობრებო, პუჩებს ჩვენი მომავალისთვის, ჩვენ რას ტოვებს, ჩვენი მომავალებისთვის ტოვებს ის მიწა, სადაც არ არსებობს არაფერი, მიწა დარჩა უკვე მკვდარი იმ წამლების გამო, იმიტომ ნელა ადამიანის ადრე ადამიანი 100 წელი
ზოგი 80 ანუ შემჭირდება ნელა. მედიცინა განვითარდება, იმიტომ შეიძლება რაღაცა თანაბრად დარჩენილია. ადრე ესე არ ჩათვალო, რომ ყველა 100 წელი სოწყლობდა, 30 წელი, 40 წლის კვდებოდა ადამიანი, ვერს გაიგებდა. დიაბეტი იყო ადრეც, მაგრამ დიაბეტიანი ადამიანი ვერს გაიგებდა, რომ დიაბეტია. ეს მედიცინა რო განვითარდება, კვლევები ჩატარდება, საჭმელი როგორ უნდა ჭამო, კვება როგორი უნდა იყო, ეს ყველაფერი განვითარდება, იმიტომ ჯოგი ადამიანი არ უსმენ, რა სისულელეა, ერთხელ მოსული ვარ ცხოვრებაში, უნდა ჭამო, უნდა მოусმინო. არსებობს საჭმელი, რომელიც ყველას არ უხდება. ყველა ერთი ნაშხში, ერთი საროძგაში არ ეტევა ადამიანი. იმიტომ თქვენი სხეული, თქვენი პრობლემა, თქვენი დაავადების მიხედვით არსებობს კვება, საჭმელი, რომელში მაგ უამრავი ვიდეო გაკეთებული, თუ გაინტერესებს მეგობრებო, თაიდან შეგიძლია ჩართოთ ბევრი დაავადებების კურნალობა მარტო საჭმელის შეიძლება. ჩემი ფილოსოფია, ჩემი ცოდნა არის ის კვება როგორი უნდა იყოს, რომ წამალი არ დაგჭირდე. სულიკავი ჯანმრთელი, ბედნიერი და არ დაგავიწყდე არქის გამოწერა. კარგად და ჯანმრთელი.